კონტინენტის სახელწოდებით ლემურია სავარაუდოდ აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ლემურია. ეს სახელი ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ სლეიტერმა უწოდა, რომლის აზრით ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების დაკარგული რგოლის სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აფრიკას და ინდოეთს აკავშირებდა, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული სახმელეთო ხიდი, რომლითაც ლემურიელები და სხვა მაიმუნის მაგვართა ჯიშის ცხოველები ორ კონტინენტზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. იგივე საკითხს ეწერდა ბრიტანელი თეოსოფისტი სკოტ ელიოტი. მან ნიშნულოვნად შეაფასო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნი „ამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისა“, სადაც მსოფლიო რუკები გამოაქვეყნა, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მას ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა მიაწოდეს. 1922 წელს ლოს ანჯელეს ტაიმსის ჟურნალისტმა ედვარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მთაზე უცნაური ფერის სინათლე მიიპყრო. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი ამან დააინტერესდა და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც დედამიწაზე პირველი მოსახლეების შთამომავლები იყვნენ. მთასთან ახლოს პატარა ქალაქ ვიდში უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს დღისითაც და ღამითაც ატარებდნენ, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო, თუმცა ერთმა ადგილობრივმა მკვლევარმა გაიგო უფრო მეტი მათ შესახებ. იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლის ეშინოდა, თუმცა ისე ჩანდა, რომ ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყო. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკეანეში ჩაძირვამდე. ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა ის, თუ როგორ ახერხებდნენ ლემურიელები ყველასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ, თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ. ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და მათ მთაზე ატარებენ. დაწვრილებით სურათს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ლემურიელი ასტრალური სხეულის მეორე რასიდან. ნაშრომი აკაშას ქრონიკებიდან გვთავაზობს. გამოიწერეთ ჩვენი